მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო და პირველ რიგში მე ასეთი რამ ვიხილე. აი ამ ღამისთევებისა და აღდგომის მერე ისეთი ძალა მოვანიჭა უფალმა. გუშინ მე ვიმგზავრე მუნიციპალური ავტობუსით და ძალიან კარგი ბიჭი ამოვიდა ნასვამი. და ცოტა რაღაცა გაუგებრობა მოხდა და იცი როგორ დავამშვიდე? ესე იგი ისეთი თბილი სიტყვებით, აი რო იტყვიან ჩაგებული დანას ადამიანი ჩაასოფსო დადნა ადგილზე დამიძმა კაცს და ძალიან საყვარელი ბიჭი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა კონფლიქტის იმაში მიდიოდა საქმე. აი ისეთი საუბარი დაუწყე, რომ ყველაფერი დამშვიდე და დასტაბილურდა ავტობუსში. აი მინდა ასეთი რამე ვთქვა, რომ ზუსტად ეს სიყვარული უნდა დავთესოთ ერთმანეთში და არასდროს მოპასუხე ადამიანს საწინააღმდეგო მხარი არ უნდა ვაჩვენოთ. პირიქით, როგორც ჩვენ ღმერთი გვეუბნება, იმ სიყვარულით და იმ სიკეთის მაგალითებით უნდა დაუდგეთ ერთმანეთს. ნახე, აი როგორი სიტყვა დამრჩა. როგორი სიყვარული დამრჩა ეხლა მე ამ ყველაფერზე, რომ ხარს ვამშვიდებ, გულში მიყუტებენ და ვამშვიდებ, ქეთევან. შენ რო სიტყვია, უკვე ის აღსრულდება იმ ხელა ძალას განიჭებს უფალიო და მე არ ვიცახი. უფალია ჩემთან და სული წმინდა არის. აი გეუბნებით ისეთი რამეები ხდება ცხოვრებაში, ამიტომ მე ყველა მიყვარს, მაგას ვიცახი. ყველა ჩემი მტელით, ჩემი მოყვასით და მე რო ვატყობ ადამიანს, რომ უკვე ის არის დაუშვათ რაღაცა სტრესში, ნერვიულობს, რაღაცა სხვანაირად იმდროს ეშმაკი შედის, ამ დროს უნდა ესაუბრო კეთილშობილური სიტყვებით და თბილით კი არ უნდა საპასუხო კი არ უნდა მისცე, საწინააღმდეგოც კი არ უნდა ელაპარაკო, კი არ უნდა გადარიო და გააგიშო ადამიანი, რომ მას რაღაც ჩაადინო. პირიქით, თბილი სიტყვით და ტკბილი სიტყვებით უნდა გამოიყვანო მისი გონებრივი აზროვნება და იქ უკვე დამშვიდდება სიტუაცია. მიყვარხარ და